მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი ჩვენ. არსებობენ ადამიანები, რომელთა წარმატებას მხოლოდ ერთი ადამიანის გამარჯვებას ცდება და მთელი ქვეყნის ისტორიადაც კი შეიძლება იქცეს. დღეს ჩემი სტუმარი სწორედ ასეთი ადამიანია. ადამიანი, რომელმაც პატარა საქართველოდან შეძლო რომ მწვერვალებისთვის მიეღწია და მსოფლიოს ყველაზე ძლიერ საკალათბურთო ლიგაში მოხვედრილიყო. NBA-ში გატარებული 16 სეზონი, 1097 მატჩი, ორგზის ჩემპიონობა და უამრავი წარმატება. საქართველოს ისტორიაში კი წარუშლელი კვალი. დღეს ჩემი სტუმარია მიხვდებოდით ზაზა ფაჩულია. მოგესალმებით ზაზა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. 1097. ეს არ მახსოვს 1000 რო იყო. ვიცოდი 1097 როგორც ნახე ოფიციალურად. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა კეთილად. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენთან ერთად დღეს აქ ყოფნა და დიდი პატივია. მოდი დავიწყოთ დასაწყისიდან, რეალურად დასაწყისიდან. დავბრუნდეთ ბავშვობაში და მივყვეთ ქრონოლოგიურად. თქვენს გენეტიკაში, როგორც ნახე, სპორტული ინტერესების ძალიან საინტერესო კვეთაა. დედა ყოფილი კალათბურთელი, მამა კი ძიუდოისტი, ხო ესეა? როგორც ვიცი, ოჯახში იყო კამათი იმაზე, თუ რომელ გზას აირჩევდით და თუ შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ, როგორ მოხდა, რომ დედამ ასე ვთქვათ, მოიგო ამ დებატებში. დედამ გაიმარჯვეს. ეცია ქალი მაინც ხო ეცი ყოველთვის გამოსავალს მოძებნის და მით უმეტეს რომ ძირითადად მამაჩემი ძალიან ყოველთვის მუშაობდა და გასული იყო ასე ვთქვათ რა და მაინც ქალის ეს მიდგომა ნუ მახსოვს ეს სურათი მაჩვენა ეს ორი სურათი კალათბურთელის მაშინ მაიკლ ჯორდანის სურათი იშოვებოდა ასე ვთქვათ და ნუ ათლეტი არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ნუ ძიუდოისტის ესე ვთქვათ რა, მოსაუბრე მაინც სიმაღლის მაღალი ვიყავ. ხა ბავშვისთვის ხო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ვის თან ასოცირდები რა და მე უფრო კალათბურთელთან ასოცირდება სიმაღლიდან გამომდინარე, ხო ბავშვობაშიც მაღალი ვიყავი. ხო და ჩემი თავი უფრო დავინახე მაიკლ ჯორდანში, ასე ვთქვათ რა, ნუ ხო ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მაიკლ ჯორდანს რა თქმა უნდა მე კი არა საერთოდ არავის არ მისულა იმ დონემდე და მაიკლ ჯორდანი დღესაც კი არის ჩემი აზრით აი GOAT-ს რო იძახიან, ხო the greatest player of all time რა აგეთი ეგ არის მაიკლ ჯორდანი საუკეთესო კალათბურთელია ისტორიაში საერთოდ ბევრისთვის და მან ჩემი თავი ასოცირდებოდა კალათბურთთან სიმაღლიდან გამომდინარე და ალბათ უნარებთან გამომდინარეც იცი და მაშინ საქართველოში 80-იანებში ესე ვთქვათ 80-იანებში 90-იანებში კალათბურთი საკმაოდ წარმატებული საკმაოდ პოპულარული სპორტი იყო მახსოვს სპორტის სასახლე გადაჭედილი სპორტის სასახლე ეს ენთუზიაზმის ენერგია ძალიან მაგარი პერიოდი იყო ეცი და ნუ და უფრო ხშირად იყო თამაშები კალათბურთის მატჩები ვიდრე თქვა ძიუდოს შეჯიბრება მაინც ძიუდო ასოცირდება რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონატიც არის სოფლიო ჩემპიონატი მაგრამ ყველაზე ხმაურიანი მაინც ოლიმპიადა არის ძიუდოსთვის და ასე რომ კალათბურთი უფრო ხშირად გესმოდა ხშირად ქონდა იმის შესაძლებლობა რომ გეყურებინა და ასე რომ დედამ ესე სორი ხერხი გამოიყენა ასე თქვა და გაიმარჯვა. მამას როგორი რეაქცია ჰქონდა როცა დედამ გაიმარჯვა სპორტულ დებატებში ოჯახში? ნუ ის მართლა არ მქონია იმის შესაძლებლობა რომ მე გითხრათ მაშინ ძალიან ესეთი გვერდში მე რა თქმა უნდა იმიტომ რომ დედის ერთა ვარ და ასე რომ ხოლმე ერთი შვილი ხო ხდება ხა შულს როცა უნდა რაღაც ის გაკეთება თან ალბათ ძალიან გულწრფელი გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდანაც რომ მინდოდა კალათბურთის თამაში და ორივე მშობლისგან გვერდში დგომა ნამდვილად მქონდა და მაგრამ სამწუხაროდ მე არ მქონია იმაზე იმის კითხვის შესაძლებლობა არ მქონია რომ მე გითხრა რომ რას განიცდით იმიტომ რომ დღეს ხმებს მშობელი ვარ და რა თქმა უნდა უფრო მაინტერესებს დღეს უფრო მაქვს ის კითხვა თქვა ვიდრე მაშინ მქონდა როგორც ბავშვს და ასე რომ საწყოდ არ მქონია იმის შესაძლებლობა თუმცა დარწმუნებული ვარ ალბათ ორივე იყო ეს mixed feelings რო იტყვიან ანუ გულ დაწყვეტილი იყო რა თქვა თავის სფერო არავითია ის სპორტის სახეობა რაც თქვა თვითონ გაიარა მაგრამ ალბათ ბედნიერი იყო ის რომ ზოგადად სპორტი ავირჩიე და თქვა იმიტომ რომ მაშინ განერთული პერიოდი იყო ეკეზო ის კუჩა ის შეიძლება სხვა მიმართულებითაც შეიძლება წავსულიყავი ხო და მაგრამ დარწმუნებული ვარ ამაყობდა იმით რომ რაღაც განათლებას ვაქცევდი ძალიან დიდ ყურადღებას და აგრეთვე სპორტს რაც
არ ვიცი რომელმა უფრო მეტი მომცა განათლება თუ სპორტმა მართალი გითხრა, იმიტომ რომ სპორტი დღევანდელი გადმოსახედიდან ისეთი სფერო არის, რომ მარტო ფიზიკურ უნარებზე არ მუშაობ, ნამდვილად ძალიან ბევრ სწავლობ, იგივე ფუნდამენტს, იგივე ხასიათს, რაც ყველგან გამოგადგება, გამოცდილება, ურთიერთობები, ხშირად ვიძახი ერთ იმას, რომ MBA-ს რო აკეთებ, ხო იცი, ახალგაზრდები რომ მიდიან MBA-ს აკეთებენ სტენფორდში, ჰარვარდში, მაგისტრატურას ხო MBA-ს. მე ვიძახი ინგლისურად ასე MBA in MBA, ანუ მე MBA-ს NBA-ში, იმიტომ რომ 1997 მაშინ 16 წელი იმ ხელა გამოცდილებას იღებ, როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ, ისეთ ხალხთან გიწევს ურთიერთობა, ხო, ისეთ პატარა დეტალებს, ისეთ ფუნდამენტ, მართლა ძლიერი ფუნდამენტის ჩაღრის შესაძლებლობა, რომ ცხოვრებას სწავლობ, იცი და რაღაც ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. სიმბოლურია ასევე ძალიან, რომ 9 წლის ასაკში სწორედ იქ მიხვედით სპორტ დარბაზში, როგორც ვიცი, სავარჯიშო დიდუბეში, სადაც დღეს არის საზაფაჩულიას აკადემია, ხო? თქვენთვის რას ნიშნავს ეს ადგილი, ეს სივრცე არის ერთგვარი წრის შეკვრა, ასე ვთქვათ? იცი რა, გეტო მალო ამ კითხოს მისვენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს ყოველთვის ხედავს ხოლმე რაღაც ბოლოს რა, ხო ესე ფილმის დასასრულზე არის უფრო საუბარი ხოლმე რა და მაგრამ ჩემთვის ალბათ როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის მაინც ეს გზა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ როგორ დაიწყე ეს ამდენჯერ წაიკეცი, ამდენჯერ როგორ მოახერხე, ადგომა და რაღაც წინსვლა, რაღაც мотивация, ინსპირაცია და ასე შემდეგ, ხო და ასე რომ ეს ადგილი ზუსტად ამაგასთან ასოცირდება რა, იმ პირველ რამოდენიმე ნაბიჯთან, პირველ რამოდენიმე წელთან, რაც თქვა ესეთ სერიოზული საბრძოლი ჩაუყარა ფუნდამენტში, ხო და ამ სიყვარულთან, იცი, იმიტომ რომ სიყვარულზე დაშენებული კარიერის ჯერა მართალი ხან ყოველთვის ვეუბნები ახალგაზრდებს თუ აირჩი ის სფერო, ის ადგილი, ის სივრცე, ის საქმიანობა, რაც მართლა გიყვეს, იმიტომ თუ არ გიყვეს, არ არსებობს, არ გამოვა, იმიტომ რომ აი სიყვარული ყველაფერს გააკეთებინებს ადამიანს, ცხოვრებაში ადამიანს შეგიყვარდება, ისე ის შენ საქმეს უნდა შეგიყვარდეს და ზუსტად მიუხედავად იმისა, რომ შუქიც არ იყო მაშინ პანჯრები ჩამტრეული იყო, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო ზოგადად ქვეყანაში და რა თქმა უნდა დარბაზშიც. მე მაინც მოვძებნე ის გზნობა ის სიყვარული მაინც მოვძებნე, რაც მართლა ავთენტური იყო და ძალიან ძლიერი იყო და მაგას დავაშენეს ეს ამხელა კარიერა. თბილისის საკალათბურთო დარბაზებიდან დამეთანხმებით, რომ NBA-ის ჩემპიონობამდე ნამდვილად გრძელი გზა არის და სწორედ ამ გზაზე გვინდა დღეს საუბარი. თუ გახსენდებათ ის გარდამტეხი მომენტი ბავშვობაში, როცა მიხვდით, რომ რეალურად კალათბურთი ბევრად მეტი იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ თქვენი სპორტული, ასე ვთქვათ, დაკავება ბავშვობაში. და განაპირობებდა თქვენს მომავალს რეალურად. კი მართალი გითხრა იყო ეს მომენტი, პირველი მომენტი, აბილოთ ეს გზნობა გამიჩნდა, იმიტომ რომ იმდენად ჩაკეტილები ვიყავით მაშინ 90-იანებში, ესე ვთქვათ რა და ზოგადად ქვეყანა იყო ჩაკეტილი, აი მახსოვს რაღაც რო წასულიყავი, რაღაც ძალიან დიდი მომზადება და რაღაცა რამხელა ის მოყვებოდა, იცი, რაღაც რეზონანსი და ამბავი, ან თუნდაც აი უბანში ან სამეგობროში ან სამეზობლოში ხო ხდები, რომ აი საზღვარგარეთ წავიდე, დღეს შეიძლება ეხა ავდგეთ და წავიდე აეროპორტში, ვნახოთ პირველი ფრენასარზე გაფრინე, ხო, ჩვეულებრივად. მაშინ ძალიან დიდი თემა იყო. ანუ სპორტში წარმოგიდგენია უფრო დიდი თემა იყო ეს და თურქეთში რო წაანო თურქეთის ვარიანტი რო გამოჩნდა, და 4 წლის წავედი თურქეთში, ხო, აი მაგან ესე ვთქვათ უფრო რეალობად აქცია, ასე ვთქვათ, ჩემი ოცნება რა, რაც მქონდა, თუმცა ძალიან ღრმად იყო ეს ოცნება, იმდენად რაღაც ვერ გამუხატავდი და იმდენად ფერადი არ იყო, უფრო შავ-თეთრი იყო ეს ოცნება, იმიტომ რაღაც წარმოუდგენელი იყო, რაღაც ამ სოციუმ და ამ სიტუაციიდან, ამ კონდიციებიდან, რაც საქართველოში არსებობდა, რაღაც წრევლაზე, რაღაც NBA-ზე გეფიქრა რა. თუმცა ამ დინებას მივყვებოდი მე, მაგრამ ვიცი, ალბათ იმდენად ათენტური იყო და იმდენად რაც მართლა გულით იყო ყველა, აბსოლუტურად ყველა ვარჯიში ის დისციპლინა, ანუ ცხოვრების წესი იყო, წესა ჩემთვის კალათბურთი რა და ყოველთვის ამას ვიძახი, როცა ადამიანს რაღაც ძალიან უნდა და ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ეს გამოვიდეს და იმ შენს მართლა გამონაკლის განსაკუთრებულად როცა გიყვას და მართლა განსაკუთრებულად როცა ინდომებ, არა ის როგორც ხვები ინდომები, ხო? უნდა გამოირჩეოდე სიყვარულით, უნდა გამოირჩეოდე ქმედებით და როცა ამ ყველაფერს
ყოველდღიურად აკეთებ, აუცილებლად მოხდება ის რაღაც სასწაული რაც გინდა ის დაარქვი, ხო და ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ თურქეთის მონაკვეთი იყო, როცა თურქეთიდან მოწვევა მოვიდა 97-ში და მახსოვს 98-ში გავხდით 14 წლის, 10 თებერვალს და 13 თებერვალს უკვე მთელი ოჯახი გავფრინდით სტამბოლში. და მაშინ დავინახე უფრო ეს შავ-თეთრი სურათი, უფრო გაფერად. ანუ რეალურად თურქეთში გახდა NBA-სკენ ოცნება რეალური გზა უკვე, ხო? იმიტომ ძალიან კარგი სპორტული ქვეყანა, საკალათბურთო ქვეყანა, განო დონით, განვითარების შესაძლებლობით და რო არა თურქეთი მე ყოველს მაგას ვიზახი საქართველოს ძალიან რთული იყო NBA-ში მოხვედრა, ძალიან რთული და თურქეთი ჩემთვის თურქეთს ყოველს მაგას ვიზახი რაღაც განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩემს გულში, ჩემს კარიერაში, ჩემს ცხოვრებაში. დღესაც ვსაუბრობ თურქულად, ჩვეულებრივ ისე როგორც ქართულად, ასე რომ ყოველთვის ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ისე შევინარჩუნე ურთიერთობა თურქეთთან. და აი პირველი ეტაპისთვის ძალიან და შემდეგი ეტაპისთვის უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან სტრატეგიული იყო და თურქეთთან 6 წელი თურქეთში ვიყავი და 6 წლის მერე დავდექი დრაფტზე 19 წლის ვიყავი როცა ამიყვანეს უკვე მოხდი იქ რაზეც ვოცნებობდი. თუმცა ზაზა იცი რის კითხვა მინდა ასევე თურქეთში წასვლამდე ვიცი რომ იყო პატარა მარცხი იმ ხრივ რომ ასაკობრივ ნაკრებში ვერ მოხვდით ხო იყო ესეთი პერიოდის შეიძლება ეს პატარა ბავშვისთვის იმ ასაკში როცა თქვენ იყავით ყოფილიყო რაღაც გატეხვის და დანებების მიზეზი თქვენ გქონდათ ეს მომენტი თუ პირიქით უფრო ბრძოლისუნარიანი გაგხადათ ამ მოვლენამ კი არა ძალიან სწორი კითხვა არის და შეიძლება რამოდენიმე მიმართულებით წახვიდე ამ მარცხის შემდეგ ხო ალბათ ჩემ შრომამ პატარა ასაკში ძალიან რთულია რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და მაგიტომ და არა მარტო პატარა ასაკში ყოველთვის გჭირდება ადამიანს ჩემი აზრით გვერდში ყავდეს ისეთი ხალხი ვისაც დაყნობილი იქნება ზუსტად ესეთ მომენტებში რომ სწორ რჩევას მოგცემენ და რაღაც სწორ მიმართულებას დაგანახებენ იცი და ან გვერდში დაგიდე мотиваციას ინსპირაციას მოგცემენ და მაგ პერიოდში ჩემი მშობლები იყვნენ რა თქმა უნდა რომ რაღაც ბრძოლისკენ უფრო მიმართულებას სწორს გაცლებდა და თვითონ ზოგადად ისეთი სიტუაცია იყო კეთო მაშინ რომ თვითონაც იბრძოდნენ იმისთვის რომ ოჯახს რაღაც გვიარა იმ ტემპითაც ალბათ საქართველოს უმეტესობა ოჯახები მიდიოდნენ რა ძალიან ესეთი ნელი ტემპით რა როცა ყოველდღე გადარჩენის ეს იყო და უნდა იბრძოლო ელემენტარული საჭიროებებისთვის ვიცი რომ მამამ ბევრი გაიღო ამისთვის რომ თურქეთში წამოსულიყო და აქ დატოვა ბევრი რამ ხო იმისთვის რომ ბოლომდე იქ გვერდში დაგდგომოდათ და სამწუხაროდ 14 წლის ასაკში როცა ყველაზე მეტად როგორც ახსენეთ გჭირდებოდათ მისი გვერდში დგომა მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა და ის გარდაიცვალა ხო ყველაზე დიდი წარმატების მიღწევის მომენტებში თუ გიფიქრიათ ის რას იფიქრებდა და რას გეტყოდათ იმიტომ რომ წეღანაც ვახსენეთ რომ რაღაცების კითხვა შეიძლება ვერ მოასწარით ხო დღესაც ესე არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ არა მარტო ჩემი მე უკვე გრძელდება კითხვა ჩემი შვილები ჩემს პირველ ბიჭს უფროს შვილს მამის სახელი დავამო ჩემი სახელი დავარქვით ხო ხტები ანუ ალბათ ეს კითხვები ყოველთვის იქნება მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში იმიტომ რომ ოჯახი ზოგადად გავიზარდე ისეთ ოჯახში შეკრულ ოჯახში და ეს შეკრული ოჯახის მჯერა რა და ოჯახის ყველა წევრი არის ამ გზის ძალიან დიდი ნაწილი, ამ წარმატების ძალიან დიდი ნაწილი და ასე რომ ყოველთვის მეფიქრება იმაზე, რომ აი ამ ჩემი რო ცოცხალი იყოს ხო, მაგრამ ნუ რას ვიზამთ, არის რეალობა და ცხოვრება გრძელდება და არა ეს ყოველთვის მექნება ის იმათ, რომ ყოფილიყო მამა, რა ვიცი, ძალიან ბედნიერი იქნებოდა და ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მეც, მაგრამ ნუ რაღაც დროს შევხვდებით ერთმანეთს და აუცილებლად იმ კითხვას დავუსვამ ალბათ. თქვენს სანაკრებო კარიერაში ასევე ვიცი რომ განსაკუთრებული როლი ითამაშა დუდუ დადიანმა, ხო თქვენ ნათქვამიც გაქვთ რომ ნაკრების კარი მან გამიღო და მისი წასვლით თითქოს უფროსი ძმა დავკარგეო. რა მთავარი როლი ითამაშა მან თქვენს ჩამოყალიბებაში? იცი რა ზოგადად ბავშვები ხო ეს ახალგაზრდობაში ძალიან ჭკვიანები არიან ზოგადად რა. და ალბათ რაღაც ისეც მეც მქონდა რაღაც ისე
curiosity, როგორ ასაი ინტერესი, ცნობის მოყვარეობა და ინტერესი. ანუ მე მჯერა ერთი რაღაცის, რომ ბავშვები ხარ მეც ხოშვილები მყავს, ანუ მარტო სიტყვით კი არ რჩევით კი არ სწავლობენ. აგერ გიყურებენ შენი ქცევით, როგორ იქცევი, ხო? და რამდენად ოთენტური არის შენი რჩევა, შენ საქციელთან რამდენად ოთენტურად არის, ხო? დაკავშირებული. დუდუ იყო ზუსტად ეს ჩემთვის რა, რაც მართლა უფრო სიძმა იყო და უფრო ხშირად მისი ქცევით სწავლობდი, ქცევიდან გამომდინარე, საუბარი, მიდგომა, ურთიერთობები, პატივისცემა, სიყვარულით საკუთარი საქმის მიმართ. ამ ყველას ხედავ, მაგრამ მარტო მე ყველანი აბსოლუტურად უბრალოდ მე გამიმართლა იმაში, რომ დუდუსთან უფრო ახლო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ამ კალათბურთიდან გამომდინარე. მაშინ თურქეთში ვთამაშობდი, როცა ასაკობრივი ნაკრების პერიოდი იყო, თურქებს არ უნდა ჩემი გამოშვება იქიდან, რა თქმა უნდა იყო რაღაც ინტერესი რაღაც თურქეთის ნაკრებშიც მეთამაშა, თუმცა დუდუმ ისეთები გააკეთა და ისეთები ჩაატარა, ხო ხდება რაღაც მე არ ვიყავი იმ საუბრის მონაწილე, თუმცა კიდევ ისე ქმედებიდან გამომდინარე დავინახე ის, რაც ძალიან ძვირფასი იყო და ძალიან ესეთ powerful რო იტყვიან. სულ მაინტერესებდა რომ რა ქნა ამ ადამიანმა ესეთი რომ თვითონ პრეზიდენტმა დამირეკა მითხრა რომ ჩაალაგე საღამოს მე გამოგივლი პირადად როცა შეეძლო რა ვიცი ცხოლი გამოეშვა ან ნებისმიერი სხვა თანამშრომელი გამოეშვა ხო იმ გუნდიდან სადაც თამაშობდი მაგრამ თვითონ მოვიდა პრეზიდენტი თვითონ გამომიარა და დამტოვა აეროპორტში და ესეთი რაღაცა არ ხდება კიდევ არ მოხდა რა ალბათ ერთ-ერთი პრეცედენტი იყო როცა ესეთი რაღაცა შევესწარი რომ პრეზიდენტ მაგავი თუ პრეზიდენტი მოვიდა თავისი მანქანით და ასე რომ ეს ყველაფერი დუდუ იყო მაგალითი ჩემთვის და ინსპირაცია და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ ადამიანთან სამწუხაროდ ცოტა დრო მაგრამ რაღაც დრო მაინც გავატარე და ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და რაც თავარია ეს ნაკრებში თამაშის სიყვარული აი ზუსტად მაგ მომენტზე დავაშენე რა რაც ფიქრობ რომ გამიმართლა ცხოვრებაში. იმიტომ რომ მე მაგას მოყვა ასაკობრივის გარდა 17 წელი ნაკრებში და ასე შემდეგ და ყველას უსურვებდი ყველა ბავშვს რომ ესეთი პრეზიდენტი ფედერაციის პრეზიდენტი ყოლოდეს რომელიც ადამიანს რომელსაც მართლა უნდა მართლა უყვარს მართლა გული შედგება და ყველა პატარა დეტალს რო ყურადღებას აქცევს და რომ მოგანდობთ ქვეყანას არ მარტო ნაკრებში და ქვეყანას გაყვარებს უკვე ურთიერთობებს გაყვარებს იცი და რაღაც იმასაც გაძლევს რომ აი რადგან თვითონ ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ბავშვი ჩამოვიდეს ხო აი ყველაფერს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შენც უკვე მარტო ის ვალდებულებას გზნობ თავს ანუ სიყვარულიც იბადება პატივისცემაც და თვითონ გზნობ იმას რომ იცი რა ის ადამიანი ფედერაციის პრეზიდენტი თუ ესე იქცევ ესე ინდომებს მეც უნდა იგივენაირად მოვინდომო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ აი ჩვენ ქვეყანას ერთობლივ ვართ ანუ ერთად რა წარმატება მოვუტანოთ. რას ნიშნავს თქვენთვის ის 17 წელი რაც გაატარეთ ნაკრებში? იცი რა ვიცი აქედან აი დღევანდელი აი ამ გადმოსახედიდან მაინტერესებს. ვამაყობ ძალიან ბევრი რაღაცით მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი მომენტი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ სად დავიწყეთ ჩემი პირველი თამაში, რა თქვა, ვისთან იყო და რა სიტუაციაში იყო ქართული კალათბურთი და ჩემი ბოლო თამაში სად დავამთავრეთ. და ძალიან დიდი სხვაობა არის. რა დონეზე ვიყავით და რა დონეზე დავამთავრეთ. ალბათ სპორტსმენისთვის ახლა კალათბურთი მაინც გუნდური სპორტია, ხო არა ეს ინდივიდუალური. ეს სიამაყე არ მარტო მე ამ სიამაყეს და ამ გზნობას ვიზიარებ ყველა იმ მოთამაშესთან ვისთან ერთად მითამაშია. და ერთად შევძელით ეს ამხელა წინსვლა. ესეთი ტრაექტორი წინსვლა და ზემოთ ასვლა, რომ აი ქართული კალათბურთი მართლა რომ თავისი ადგილი აქვს ახლა დღესდღეობით არა მარტო ევროპაში, უკვე მსოფლიოში შეგვიძლია, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც გავედით ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, ხო? და ესეთი არ იყო მარტივი ნამდვილად, ძალიან ბევრი ups and downs ქონდა, იმიტომ რომ შეიძლება ბიუჯეტთან იყოს ეს
ლოჯისტიკურად როგორ მივდიოდით, როგორ მოდი საწვართი ხო რთული იყო, მაგრამ მაინც ვახერხებდით, რომ ჩამოსულიყავით გვეთამაშა ჩვენ ნაკრების ჩვენ ქვეყანამ წარმოგვეჩინა, ხო? და მახსოვს პირველად რომ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, მე მეორე, მესამე, მეოთხე ასე მოუყვა და მე ბოლოს ახლა მსოფლიოზე გავიდა ეროვნული ნაკრები. ყოველთვის იმას მეფიქრება, რომ სად დავიწყო და სად დავამთავრებ. ამ პროცესის და ამ განვითარების ან წინსვლის ნაწილი ვიყავი იმ ბიჭებთან ერთად, ვისთანაც ერთად მომიწია და რაზეც ძალიან ვამაყობ. რა თქმა უნდა, ეს იმედი მაქვს ახლა და უკვე ხედავთ, რომ დღევანდელი თაობა აგრძელებს ამ წინსვლას და ყოველთვის ერთ-ერთი რაც უნდა გაითვალისწინოს ამ შემდეგმა თაობამ, რომ ყოველთვის გინდა სპორტსმენმა უკეთეს ადგილას დატოვო ის სფერო, ხო, რაშიც ხარ. არა მარტო სპორტსმენმა, ნებისმიერმა ადამიანმა, ხო, თუ პოლიტიკოსმა თქვა, ქვეყანა, მეცნიერმა თქვა, ასე ექიმმა, ის სფერო რაშიც ხარ, ხო? ყოველთვის გინდა რომ უკეთეს ადგილას დატოვო. ესე ჩემი წარმატების გაზომვაც ესე ხდება. და ასე რომ მე ამ ფაქტით ძალიან ვამაყობ. დამეთანხმებით, რომ ცნობადობას აქვს ძალიან ბევრი მხარე, ხო? რამდენი დადებითიც შეიძლება ქონდეს, იმდენი ბნელი მხარეც შეიძლება ქონდეს. მაინტერესებს აი ამდენ წლიან კარიერაში კრიტიკას როგორ უმკლავდებოდით? რომ აი შეგენარჩუნებინათ ფოკუსი და არ აყოლოდით ამ ყველაფერს ემოციურად. ძალიან რთული იყო, კეთო, რა ვიცი. თან ქართული ხასიათით, ხო? კიდევ უფრო. ქართული ხასიათი. ნამდვილად ესე არის, ხელს გიშლის ხშირ შემთხვევაში. ძალიან რთული იყო. არ ვიცი მე ანუ გარედან როგორ ჩანს თუ ამ კრიტიკას როგორი თქვა რეაქცია მქონდა, როგორ მოვიქეცი იმ მომენტში, როცა თქვა კრიტიკა მოდიოდა. რაც იყო ანუ ცხოვრების ნაწილია, რაც უფრო თან როგორ არის იცი, რაც უფრო ზემოთადი ხარ ეს კრიტიკა უფრო ხმამაღალი არის, იცი. რაც უფრო რაღაც ქვედა დონეზე თამაშობ ახარ ნებისმიერ სფეროში. უფრო ნაკლები გულშემატკივარი, უფრო ნაკლებ ადამიანს აინტერესებს, იმიტომ რომ რაც მეტი ინტერესია. და ეგერა NBA-ში რომ მოხდი, ხო? აი მე მახსოვს Warriors-ში გადავედი. აი ხო NBA-ში ვიყავი და Warriors-ში გადავედი, თითქოს სხვა სამყაროში აღმოჩნდი. იმიტომ ის ალბათ ისეთ ორგანიზაციაში ვიყავი, აი Warriors-ი ალბათ რუსია და რომ Barcelona-ს, Real Madrid-ს ხო ხდება რაღაც Paris Saint-Germain-ს. ხო, ანუ ძალიან მაგარი გუნდი იყო, ხო? აი რაღაც Paris Saint-Germain-ს გააკეთა ხვიჩონაც გააკეთა, ალბათ იგივე ის და ხვიჩა ზუსტად ეგ მივწერე. მეორეჯერ რო გახდა ჩემპიონი ზედისად, ანუ მეორეჯერ რო გავხდით, უფრო რთული იყო ვიდრე წინათ. ყოველთვის ani გამეორება რაღაც იმ წარმატების, ხო? განსაკუთრებული მომენტი ძალიან რთული არის. და ასე რომ აი მანდ რომ მოხდი, უფრო ხმამაღალი იყო ეს კრიტიკაც. მე მაგას ერთ მომენტს მოგიყვებით, რაც ალბათ ეთქმა ყოველ დღეს სწავლობ რაღაცას, ხანდახან სწორ გადაწყვეტილებას იღებ, ხანდახან შეცდომას უშვებ, მაგრამ სწავლობ ამ შეცდომაზე, ხო? მაგრამ მე მახსოვს ერთი მომენტი, რამაც შეცვალა ამ კრიტიკასთან მიმართებაში ჩემი მენტალიტეტი, ასე ვთქვათ. Warriors-ში გადავედი, აი უცბად ჩემი სოციმედიაში, ხო, ეს გამომწერების რაოდენობა როგორ გაიზარდა, იცი, აი ხო ყოველ დღე რაღაც რო ემატება და არ ჩერდება, რო გძინავს, რო კიდე ემატება, რო გაიღვიძებ, რო შედიხარ და რაღაც ათასობით კიდე უფრო მეტი გამომწერი ყავს და ცოტა რაღაც არარეალურად რო იზრდება შენი გამომწერები და სულ გაინტერესოს რა ხდება და მე დაიხედა აი სურზე და Golden State Warriors გაწერია ახლა kind of makes sense. აი ამიტომ ალბათ და ასე შემდეგ. და გუნდელები ყავს როგორც Steph Curry, Klay Thompson, Kevin Durant, Draymond Green და შენ ხარ ანუ ხუთეულ ისეთი მოთამაშე, ხო? და ასე რომ გადიხარ მოედანზე და ხედავ გულშემატკივარს, ხედავ ამდენი კამერა არის შენს გარშემო და ანუ ყველაფერს ერთმანეთთან ასოცირებ. მახსოვს რაღაც ერთი თუ თვენახევარი იყო გასული რაც სეზონი დაიწყო ჩვენ ვიგებთ როგორც ვიგებთ მაგრამ არ ვარ ჩვენი ხარისხი თამაში ხარისხით მაყოფილი და მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნება რომ სორგზაზე ვართ და დაახლოებით დეკემბრისთვის ამ სეზონი ხო დაიწყო ოქტომბერში დაახლოებით დეკემბრისთვის ჩვენ ვითამაშეთ დავიწყებთ ჩვენი თამაშის თამაშს და მწვრთნელი ძალიან ჭკვიანი
გამოცდილი სპეციალისტია და ახლა იცის ყველა ნანახი აქვს და იცის კიდევაც თვითონ რასაც იძახის და ზუსტად დეკემბრისთვის იყო მოლოდინი რომ ჩვენ ვითამაშებდით საუკეთესო კალაპურს. თუმცა იმ კალაპურს როგორც თამაშობ ვიგებთ ძალიან ბევრ თამაშს და მახსოვს ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ დამიძახამთ რომ მივედი და მეკითხება ესე თავი რაღაც ice breaker-ი იყო და თქვა როგორ მოგწონს კალიფორნია, იმიტომ პირველად გადავედი კალიფორნიაში და უთხარი რომ ძალიან მაგარი შტატია და ყველაზე მაგარი შტატია სადაც მიცხოვრია, იმიტომ რომ ყოველთვის მზე, პალმები ხო ხდები, ანუ ზღვა, ოკეანე და ასე შემდეგ. მართლაც და არაჩვეულება ულამაზესი შტატი არის, მხარეა ეს კალიფორნია. ოჯახი როგორ შეეწყო და ასე შემდეგ და ხო ხდება ძალიან ესე თავიდან ისე დაიწყო საუბარი რომ არ გიფიქრი, არ დაძაბული არ ხარ და არ ფიქრობ იმაზე რომ აი შემდეგ კითხვა რა იქნება, როდის იქნება საქმიანი მოსაუბარი. და მე მეკითხება ესეთ რაღაცას რომ მეუბნება ესეთ რაღაცას რომ ხედავ რომ ძალიან ბევრს ფიქრობ და ფიქრის გამო რადგან ბევრს ფიქრობ მოედანზე გაწყვეტილების მიღება ანუ ან გიჭის ან აგვიანებ. ნუ ორივე ცუდია ხო სპორტსმენისთვის ხო ხდები? ალბათ ცხოვრებაში წესი არის, როცა გიჭის გაწყვეტილების მიღება ცხოვრებაში ან აგვიანებ, ხო თუ დააგვიან შეიძლება იმატარებო უკვე ჩაიაროს და ვეღარ ახვიდე იმატარებულზე ხო ხდები და ასე რომ ორივე ცუდი არის და არა და ვიცი რომ შეგიძლია სწორი გადაწყვეტილება და მე თან მაგიტომაც გამოგიყვანეთ რომ ვიცი რომ შეგიძლია და ზუსტად ეს გადაწყვეტილება სწორი სწრაფი გადაწყვეტილება გჭირდება შენი მოედანზე. ბეროზე ფიქრობ, რომ პასუხი გავეცი, ვიცია coach, კი მე ზგზნობ რომ ბეროს ფიქრობ და მართლა ფიქრობ ბეროს და რატომაც ეს მიზეზი რატომაც ბეროს ფიქრობ. მაინტერესებს ამდენი კრიტიკა რატომ მოდის ჩვენს მიმართ, ჩემს მიმართ და ჩვენს მიმართ, ან როგორ ინდივიდუალურად ისე გუნდის მიმართ. ფიქრობ რომ კარგად თამაშობ, ფიქრობ კარგად ჩავჯექი ამ გუნდში, ამ ხუთეულში. ფიქრობ რომ ჩემს საქმეს ვასრულებ. რასაც შენ მეუბნები როგორც coach-ი ხო, კონსტრელი იმ საქმეს ვასრულებ, მეტი შემიძლია, მაგრამ არ გადავდივარ იმ ზღვარს, იმიტომ რომ მოთხოვნა რაც არის ხელს, უნდა ისე გაითვალისწინო, რომ ვინ ყავს გარშემო რა გუნდელები ყავს, ხო? ანუ იგივე რაღაც გაკეთება არ მინდა, რაცაც სხვა Steph Curry აქვს. ანუ სამიანოს მე არ ვისწრი, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი მსროლელები ყავს, ხო ხდები და რატომ უნდა გადავიდე შენს იმაში, ხო ხდები შენს ტერიტორიაზე, რატომ უნდა გადმოვიდე? და ვერ ხდები ამდენი თან ვიგებ თამაშებს და კრიტიკა მოდის და რატომ ამას ვერ ვაკავშირებ ერთმანეთს? გაიცინა. ვინ არის შენი მთავარი მწვრთნელი ამ გუნდს? შენ ხარ. ვინ არიანო ასისტენტ კოუჩები ვინც არიან? ჩამოვთვალ და დარბაზში ხდება ეს ყველაფერი, იცი? ასისტენტ კოუჩები სახელები ჩამოვთვალე. შენი გუნდელები ვინ არიან და თან მე ფიქრობ რომ საითკენ მიყავს ეს საუბარი, ხო ხდები? ნუ მეთქი აქ სტეფი და დურანტი თქვა ერთ ფარში რაღაც ისრონენ ვარჯიშობდნენ. ანუ მთელი გუნდი იქ იყო და ყველა სახელი ჩამოუთვალე, გაგე ესენი არიან ჩემი გუნდელები და ბოლოს მეუბნება ესეთ რაღაცას რომ ინგლისურად ძალიან კარგად ჟღერს. ვეცდები რომ ქართულად გამოვთარგმნო ისე რომ უფრო ეს მართლა ინსპირაციული იყო და რაღაც ინსპირაციული იყოს რომ ზუსტად მთავარი ფაქტორი ეს არის და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის თუ ვინ არიან შენი გუნდები, ანუ ვისთან ერთად იბრძვი, ხო ხდები? ჩვენო, აი მე როგორც მწვრთნელს, ჩემს სტაფს, ასე სამწვრთნელო და ვიცი რომ შენს გუნდელებს ძალიან მოწონხარ და ძალიან უყვართ, ძალიან მოწონთ ის, რასაც აკეთებ და რაც მოგაქვს ამ გუნდისთვის, ხო? და ანუ რატო აქცევ ყურადღებას იმას, თუ გარეთ ვიღაცა, ჯონი, ხო? რაღაცას იცახ, რაღაც ყველას იდი აქვს დღეს, ხო? ყველა ექსპერტია ყველაფერში და საქართველოში ესე არის და მთელ სოფლიოში ესეა, ყველაფერი იცის, ესე არის და მით უმეტეს ცხოვრობთ ისეთ რეალობაში, სადაც ეს სოციმედია, ეს ტექნოლოგია გაძლევს იმის საშუალებას, რომ დაკარგულში იქიდან რაღაც დაწერო და ხო ხდები რაღაც პოზიტივი, ნეგატივი, უფრო ნეგატივზე არის საუბარი და რაღაც ხმა უფრო ისეთი მაგარი ტიპის სტატუსი რო რაღაც იფიქრო შენ და მიცე შენ თავს რა შენ თავს აჩქო და სამწუხაროდ ამას ყურადღებას აქცევ და კრიტიკას უმეტესი კრიტიკა აქედან მოდის და ამას აქცევ ყველაფერს და ეს გიშლის ხელს იმაში რომ წარმატებული იყო ადამიანი და აი იყო ეს მომენტი კეთო იყო ჩემ ცხოვრებაში აი იყო ალბათ წერტილი დაესვა ზუსტად აი შეკითხოს დამისვი ცოტა გრძელი პასუხი გამომივიდა, მაგრამ მინდოდა რომ გამეზიარებინა ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში იყო
ძალიან მნიშვნელოვანი და მართალი გითხრა, მე ვფიქრობ, აი მაგ მომენტში გავიზარდე მე. და რომ მე ვინე დღესაც რა თქმა უნდა გძელდება კრიტიკა, ხო, ყველა უკვე ხარის ვინც ხარ, ხო, ანუ შენი იმიჯი გაქვს მიუხედავად რომ კალბურს აღარ თამაშობ, სახელი გაქვს და თიდან შენ სახელი ხსენებაზე ხალხი ნუ რაღაც ყურადღებას აქცევს, ხო? შენ ყველა ქმედებას, შენ ყველა სიტყვას და ცირა გამომიშავა მაგ დროს რომ მაგ ბევრი რაღაც გავიზარდე მეთქი რომ ვიძახი მაგ მომენტში რომ არ მართლა გითხრა არ მაინტერესებს ვიღაც რა სიტყვის. მე ვიცი და ჩემო ოჯახმა იცის თუ რა ღირებულებებზე ვარ გაზრდილი და რა ღირებულებებით ვზრდი ჩემს შვილებს და მართავ ჩემს ოჯახს, ხო? ჩემო მეგობრებო, ჩემო ბიზნეს პარტნიორებმა დღეს უკვე რაღაც ინვესტიციებში ვარ გადართული და სხვა ბიზნესში ვარ გადართული. ვირჩევი პარტნიორებს, ჩემს ბიზნეს პარტნიორებს ზუსტად ისეთებს, ვისაც თან მაკავშირებს ეს ღირებულებები. ვაკეთებთ კარგ საქმეს, რითაც ძალიან ვამაყობთ და მართლა გიხარ სულ არ მაინტერესებს გარედან ვინ სიტყვის. იმიტომ რომ არ არსებობს სფერო, არ არსებობს საქმე, არ არსებობს ადამიანი სამწუხაროდ, რომ ყველას უყვარდეს და ყველას მოწონდეს მისი შექმნილი. ასულა შენი პოდკასტი. და არც არის აუცილებელი. არც არის, ხო, ამაზე არ უნდა იმას არ უნდა იფიქრო და არც უნდა ეცადო. ძალიან სწორი ის არის შეფასება, არც უნდა ეცადო. მაგრამ თუ ხარ ოთენტური და თუ აკეთებ იმას, რაც შენ გიყვარს და ყოველ სნოუ პროცესს პროგრესი გაქვს და უკეთესობა და იზრდება რა თქმა უნდა შენი გაუმწერის და შენი გულშემატკივარი, ესე იგი სწორს და კრიტიკა ამ კარიერის ამ ცხოვრების ნაწილი არის. ყველაფერში ესე არის. ერთად ჩემო მეგობრებმა მითხრა, რომ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ყველა ერთნაირად როდის არის, იცი, როცა ადამიანი გარდაიცვლებაო რა, ყველას მაშინ ეცოდებიო და ყველა მაშინ რაც ისე სინანულით და ისე, მაგრამ როცა რაღაცას აკეთებ, ყოველთვის გაყოფილი არის კატეგორია ხალხის, ვისაც მოწონს შენი ქმედება, ან რასენი კარიერა, შენი ცხოვრება, ხო, შენი სტილი, არის ხა ადამიანები, ვისაც არ მოწონს და ვინც კრიტიკი და ვისაც გონია რომ ყველაფერი იციან. ასე რომ არ ვაქცევ ყურადღებას, მართლა აი მომენტის მერე ეს ჩემი მენტალიტეტი შეიცვალა. I care less, რომ გარეთ ვინ რა სიტყვის და როგორ მოწონს ეს. ასე რომ წარმატება ალბათ სხვანაირად შეუძლებელია, იმიტომ რომ ხელს შეგიშლის უბრალოდ, ანუ ფოკუსს ვეღარ დაიჭერ შენ საქმეზე სწორად. მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო ის კამპანია NBA Votes-აზე ფაჩულია, იმიტომ რომ რამდენი წლის წინ იყო, მე პატარა ვიყავი, მახსოვს რომ სკოლის მოსწავლე ვიყავი და მახსოვს ძალიან ნათლად ეს მუხტი სკოლაში რაც ტრიალებდა ბავშვებში განსაკუთრებით, იმიტომ რომ შესვენებაზე ერთმანეთს ვახსენებდით, რომ აბა დღეს დაწერე და მოდი დაწერე და სტატუსებს წერდით და არ ვიცი, საოცრება ხდებოდა და საოცარი ერთობა იყო. ეს პერიოდი რას ნიშნავდა თქვენთვის? იყო ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მომენტი, როცა ყველაზე მეტად იგრძენით თქვენი კარიერის განმავლობაში ეს მხარდაჭერა? რაღაც mix feeling-ი მქონდა, ასე ემოციები, შერეული ემოციები. ნუ პირველში რაღაც მერიდებოდა, ცოტა ხდება რაღაც ისეთი თელი საქართველოს. ხო, რაღაც ადამიანი ხა ერთხელ რაღაც რო დაწერს, ხო, მაგრამ თან როგორი მომენტი იყო ისე რომ მე ერთხელაც არ მithქვავს და არ მithხოვია რომ რაღაც ხმა მომეცით ან რაღაცე ბევრს ნიშნავს ჩემთვის რა. ხო, არის ეს მოწოდება, რომ ყველა დამეხმარეთ. ერთ ვიდეოსაც ვერ ნახავ. ერთ სტატუსს ვერ ნახავ, სადაც მე ვიძახი რომ იცი რა ხმა მომეცით. და ცოტა მერიდებოდა, რომ ხშირ ადამიანმა რაღაც ერთხელ იმას ქნას, მაგრამ აი მართლა ყოველდღიურ რეჟიმში რაღაც ესე შეგრძნება მქონდა, რომ ხალხი წუხდებოდა. ამაზე რა ყოფილა დრო ძალიან ძვირფასია და ადამიანს შეუძლია ეს დრო გამოიყენოს სხვა რაღაცისთვის, საოჯახისთვის, საკუთარი თავისთვის, ხო და რაღაც ყოველ დღე იღვიძებს და არ უნდა დაავიწყდეს ის რომ დაწეროს სტატუსი და არა მარტო ხალხი, აი ორგანიზაციები, როგორ მახსოვს ესე იგი თან ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები მიგზავნიდნენ რაღაც, როგორ მახსოვს დანკინმა გააკეთა რაღაც ესეთი cookies, რაღაც პეჭი ან ავცხრების ასე. ბილბორდზე იყო
უამრავი რაღაც მაშინ რაღაც ნიჭიერი თუ რაღაც განაცემა იყო და განაცემა გაიხსნა. არა, აბსოლუტურად ყველგან ეს იყო. სასწაული ხდებოდა. ერთ-ერთი ის იყო ჩემ მეგობარმა გავიზო მანქანა რაღაც NBA-ის ნომრები ქონდა და რაღაც მიაწერეს ჰაშტეგი წინ და ჩემი სახელი და რაღაც სასწაულები ხდებოდა. ლექსები ახ სიმღერები მასტერი იყო რეპერი ხო მაგრამ მაქსიმუმს ამ დღესაც უსმენ ძალიან მომწონს და ისეთი სახელი ძალიან ისეთი იყო რაც მადლობა მას. მოკლედ სასწაული ხდებოდა მთელს ქვეყანაში თან ერთდღიანი ზარი იყო რაღაც რამოდენიმე თვიანი პროცესი იყო რა და ცოტა მორიდებისის ქონდა ერთი რაღაც მერიდებოდა მეორე რა თქმა უნდა მიხარობდა აგრეთვე რაღაც პასუხისმგებლობის ის ქონდა რა I need to deliver ანუ ეს იმედის გაცრუების ის არ მქონდა ხო ხდები არ მინდა ხალხს იმედი გაუცრო და ალბათ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ექსელი კეთო ჩემს კარიერაში იყო საუკეთესო წელი სტატისტიკურად რა ყველაზე მაგარი წელი მქონდა დადებითი ენერგიის მე მჯერა იმღნიდა დადებითი ენერგია მოდიოდა და იმუხტეთ რეალურად ეს აისახებოდა მოედანზეც და იმ სეზონის განმავლობაში ყველა თამაში აბსოლუტურად და ასე მე მადლიერი ვარ რომ ეს გამოცდილება მივიღე ეს თან არის ხოლმე არ იყო დღიანი იყო რამოდენიმე ერთწლიანი იყო და 2 წლიანი იყო რა დაახლოებით მახსოვს დალასის სეზონი და მე უკვე ვორიოში გადავედი იქ ვორიოს უფრო ხმამაღალი იყო ეს ყველაფერი და 2 წლიანი ის იყო პროცესი და ესე ახლოს ვიყავით იმ წარმატებას რაღაც 13,000 ხმა დაგვაყდა კლემობაში მე მგონი 1.5 მილიონი ხმა მოვაგროვეთ და 13,000 წარმოგიდგენთ რა არის 13,000 რაღაც მილიონი ხმას აგროვებ ხო და მაგაც ამერიკის მასმედია ჩემი გუნდელები შოკში იყვნენ და ანუ ვიხართ რაღაც 3.5 მილიონი რაღაც ყოფნები საქართველოს იყვნენ ძალიან ბევრი კომენტარი იყო რაც ახლა დავისეს გამახსენდა რომ ვიღაც ერთმა ფრანგმა მოთამაშე თქვა შეიძლება ეროვნება უნდა შევიცვალო და არ სორხარეს ვარ და თვითონ ეს ამერიკელები გაუგებრობაში იყვნენ რომ რა ხდება თავი და მაშინ hacking არ იყოს ჰაკერობა არ იყოს ესეთი ტრენდული სიტყვა რაც დღეს არის ხო ხდები და ქართულებმა დაჰაკეს თქვა ინტერნეტი და ასე შემდეგ და მოკლედ ძალიან სახალისო ის და ძალიან მიფიქრო ძალიან მაგარის გამოვიდა და იცი რა თავარი აქეთო რა მაგმა მასალა მაგ 40 წელმა რომ რა შეუძლია ერთობას ალბათ ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო რომ რა შეუძლია ერთობას ეს იყო ზუსტად ამის ილუსტრაცია ხა თქვენთვის რეალურ ცხოვრებაში. დიდი დრო გაქვთ გატარებული ისეთ ვარსკვლავებთან, რომლებიც არიან სტეფ კარი, ტომსონი, ხო, როგორც ვახსენეთ, კევინ დურანტი ასევე. შეგიძლიათ რომ მათზე მოგვიყვეთ, აი ის კი არა, რასაც ჩვენ ხედავთ შორიდან, ადამიანური მახასიათებლები, აი იმის მიღმა რა დგას. იცი არის, კი, რა თქმა უნდა, ცოტა რთული ის არის ჩემთვის, იმიტომ რომ აი თქვენ რა გასწავლოთ მათთან ურთიერთობა? ახლა იმდენად ცოტა ისე მინდა გულშემატკივრის მხრიდან მინდა გადმოგცეთ ეს იცი, იმიტომ რომ ყოველდღიურად ამ ხალხთან რო გიწევს ურთიერთობა, იცი, ძალიან ჩვეულებრივი მომენტი არის და არ მინდა ძალიან ისე ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ ნუ ჩემი ცხოვრების ნაწილი ან ეს ისინი ჩვეულებრივი მეგობრები ხდებიან და ჩვეულებრივი ადამიანები ხო შემიძლია დაურეკო ყოველდღიურად მივწერო ხდები სახში მოვიდე მოვიდნენ ისინი ჩემთან ხო და მაგრამ მინდა გულშემატკივრის მხრიდან გადმოგცეთ თუ რა ეს პირველში სამივე იდეაში ან მოდი სტეფზე ვისაუბრებ KD-ზეც ან უამრავ შემიძლია თქვა Glazers and მართლა ძალიან ახლო მეგობრები არიან და მოდი სტეფზე ვისაუბროთ. სტეფი პირველში არის მე ესეთი ვარსკვლავი, ესეთი თავდავალი ვარსკვლავი მე არ ვიცი თუ არსებობს სხვა. დარბაზში რომ მიდიხარ, თამაში ან ვარჯიშს ან პირველი ვისაც ხდები, ეს არის დაცვა თვითონ შენობის დაცვა ხო, დარბაზის დაცვა. არასებობს სტეფი შევიდეს პარკინგზე რომაც ჩამოწიო შუშა და არ მიესალმოს და სახელი არ უთხრას. ჰაი, კეთო. როგორ ხო ხდება, ანუ ის დაცვა რო შეხედო რა, ის თავის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა. აქვს შემოსავალი, არჩენს ოჯახს.
თამაში ხალხი რომ მიდის სტეფის ანახავად და ამ დაცვის ანახავად. გუნდი როცა ხდება ჩემპიონი, ყველას აცვია სტეფის მაისური, ყველას უნდა სტეფთან სურათს გადაღება, ყველას უნდა სტეფის ავტოგრაფი. ეს დაცვა არის ალბათ ყველაზე ბოლოს. და ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ნომერ პირველი არის და ალბათ სახე არის, ხო, ამ ორგანიზაციის, ხერხემალი ამ ორგანიზაციის. სოფლიოში ყველაზე ცნობადი სახე არის, ხო? ის დროს გითმობს და გესალმება და მარტო გესალმება გიგითხება თუ როგორ ხარ. როგორი იყო გუშინ შენი დღე, როგორ გაატარე. ოჯახი როგორ არის. იცი რამდენს ნიშნავს, რამდენად ინსპირაციული არის, ანუ ზუსტად ის დაცვა მე მქონდა შეხება და საუბარი ჩვენ თანამშრომლებთან, განსაკუთრებით ეხლა როცა თავი დავანება და ეხლა მოღვაწეობ ამერიკაში და ვორიორში, ხო? ზუსტად მაინტერესებდა, მეთქი, რატომ ხარ ამ ორგანიზაციაში 10, 20, 30 წელი? ზუსტად ამ მომენტის გამო, როცა შენი ლიდერი, ხო, ანუ შენ სახე ამ ორგანიზაციის სახე, ვინც არის დროს გითმობს იმისთვის და გეკითხება თუ როგორ ხარ? და მართლა აინტერესებს და ერთი მომენტი იყო ჩემმა თანამშრომელმა, ზუსტად ეს მითხრა, რომ სტეფა 2 წუთი დამითმო. მაგრამ ეს 2 წუთი ჩემთვის ნიშნავს ცხოვრებას. რომ ესეთი ადამიანი იცით შენ კომუნიკაციაში შემოდის და აინტერესებს, რომ ჩემი შვილის კარიერა როგორ მიდის. ეს ძალიან ბევრი ნიშნავს, ეს მაგაზოს мотиваციას, ინსპირაციას, რომ მე ვამაყობ რა ამ ორგანიზაციის ნაწილი ვარ და სხვა ორგანიზაციიდან რომ მომივიდეს შემოთავაზება, მე არ წავიდე იქ სტეფი არ არის. სტეფი აქ არის და ზუსტად იქ ვინა. იმ ორგანიზაციას მინდა ვემსახურო, რომელსაც ლიდერი ყავს, ესეთი როგორც არის სტეფ კერი. ჯანსაღი ღირებულებების დამოკიდებულებების. ხო, ამაზე გადასად არ ვიცი, გაგცეთ პასუხი, რა თქმა უნდა სტეფი ყველა იცნობს, თქვა როგორი მაგარი მოთამაშეა, როგორ შეცვალა ალბურთი ბავშვს რო ხედავ, თუნდაც ჩემი შვილები რაც გარედან რო ესვრიან სამკულიანეს, სტეფის დამსახურება. მიხოდა ძალიან ბევრი მოთამაშეს ქონდა ეს ისედე ძლიერი მხარე და შეეძლო სროლა, მაგრამ სტეფმა მე ვფიქრობ შეცვალა ალბურთი ზოგადად. ვარჯიში მიდგომა, თამაში შეცვალა, ხდები და ყველა იცნობს მაქვრი და რამდენად მაგარი მოთამაშე არის, მაგრამ მე გამიმართლა ცხოვრებაში, რომ ეს ადამიანი გავიცანი პირადად და ეს მეგობრობა გვაკავშირებს და ზუსტად ეს დავინახე, ეს ადამიანური თვისება, ეს თავდაბლური თვისება დავინახე და ეს ლიდერობის თვისება არ მოდი დავინახო, ხედავ ყოველ დღე, იმიტომ რომ არ არსებობს სტეფს ერთი დღე ჩაიგდო, მართალი რომ გითხრა ჩაიგდო, რომ ეს არ გაიკეთებინა ის აქციელი, რაც გამოარჩევს და განსაკუთრებულს ხდის. რა საინტერესოა და დიდი მადლობა, რომ ესეთი შიდა ამბავი გაგვიზიარეთ, რაც მართლა პიროვნულ მახასიათებელს გვაჩვენებს. ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ, რომ შეიძლება LeBron James-ი ვიხილოთ Golden State-ში. თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ ამაზე? მაგაზე ძალიან ლიმიტირებული ვარ, სამწუხაროდ. რა რისი თქმა შემიძლია? ერთს გეტყვით, რომ LeBron James-ი ალბათ არ არსებობს 10 გუნდია დღესდღეობით NBA-ში, არ მიგულება გუნდი Lakers-ის გარდა. Lakers-ს უნდა იდეაში რომ დარჩენილიყო, თუმცა თვითონ LeBron-მა თქვა, რომ Lakers-დან მივდივარ და ალბათ 29 გუნდია დარჩენილი ახლა, რომელსაც აქვს შანსი და 29-ვე გუნდს, დავიცი დიდი სიამოვნებით ეკრება სურვილი იმისი, რომ LeBron შეუერთდეს და თქმა უნდა ჩვენც ესე ვართ. ქონდა კომუნიკაცია LeBron-თან ჩვენ და სხვა გუნდებსაც ქონდათ კომუნიკაცია და მან კარგად იცის, რომ 29-ვე კარი ღია არის, ასე რომ ხო უკვე თავზეა დამოკიდებული, ხო არჩევანია რომელ კარებში შევა და ნახოთ. მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და კობიზეც აუცილებლად გითხრათ, იმიტომ რომ ბევრისთვის მხოლოდ ლეგენდარული კალათბურთელი კი არა, აი აზროვნების სიმბოლოც კი შეიძლება დავარქვათ, რომ არის. თქვენთვის ეს Mamba mentality რას ნიშნავს? Mamba mentality რას ნიშნავს? ალბათ მე როგორც ვთქვათ, გულშემატკივარი კობის რაც ამ ხრიდან შემიძლია გაგიზიარო, თუმცა ყველაზე უთენტური არის, როცა კობის უსმენ და კობის ვიდეოებს დღესაც უსმენ. და ყოველ დღე უსმენ. და ერთი და იგივეს უსმენ. იცი რა, იმიტომ რომ ადამიანს მეც ყოველ შემთხვევაში ყოველთვის მჭირდება შეხსენება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი და მოსმენილი მაქვს, ნასწავლი აქვს, წაკითხული აქვს.
აუთვის გჭირდება შეხსენება, იმიტომ რომ ცხოვრება ისეთი სწრაფი ტემპით მიდის, რაღაცა მე გავიწყდება და აუცილებლად გჭირდება შეხსენება. და მაგიტომაც უსმენ ერთი და იგივე ადამიანს, შეიძლება ერთი და იგივე ინტერვიუს, ერთი და იგივე პასუხს და მართლა რომ გამოირჩეოდა კობი თავის მენტალიტეტით. გასწავლია ძალიან ოთენტური იყო. ძალიან ოთენტური იყო. კობის მენტალიტეტი იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტალანტი ჰქონდა, ანუ დიდი ტალანტი იყო და ჰქონდა, გამოირჩეოდა მისი უნარებით. არც ხასიათიც ჩამოიყალიბა ისეთი, რომ გამოირჩეოდა მისი ხასიათითაც. ესე იგი არ არსებობს ადამიანი, ჩემი აზრით, რომელსაც შეეძლო კობიზე მეტი ეშრომა. არ არსებობს. ნუ თვითონ ასაც ხედავთ და რაც გვესმის, არა მარტო კობისგან, არამედ თვითონ თუნდაც ძველი გუნდელებისგან, არის რამდენს მოუყოლია, რომ იცი აი ახალგაზრდა ვარ, მინდა რომ თავიდანვე სწორად დავიწყო და კარგად დავიწყო ლეიკერსში თამაშობ და მინდა რომ ვაჩვენო ლეიკერს ორგანიზაციას, წვრილებს, გუნდელებს, რომ მე ვარ ყველაზე მშრომელი. და უცბად მიდის ვარჯიშზე ეს ახალგაზრდა და როგორია რომ პირველია, არა ეს პირველი არის მეორე, უკვე კობი იქ არის როგორც ეს ოპლი. მოდის და უკვე და ვარჯიშ დამთავრებული. ეს თამაშის დღეს ამოიდგინე. და რამხელა შოკი არის, ხო წარმოგიდგენია ახალგაზრდა იმისთვის, რომ გონია რომ ყველაზე მეც ვარჯიშობ, არა და არ ხარ ესეთი მოთამაშე, რომელიც ყველაზე შენ და კობი ბრაიანტი არის. და იცი რა, ამიტომაც იყო კობი განსაკუთრებული და ამიტომაც იყო კობი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ყველაზე მაგარი. და წარმომიდგენია რამხელად კივილი იქნებოდა თქვენთვის ის რაც მოხდა და იმ წრისთვის ასევე რომელშიც თქვენ ტრიალებთ. დღესაც ამჯერა, კეთო მართალი გითხრა რომ აი კობი ჩემთვის და ანუ ბევრი ალბურთელისთვის ან ჩემი თაობისთვის უკვდავი ახო ხდება რაღაც ანუ ეს ადამიანი არ ესეთები არ გდებიან და ეს ყოველთვის უნდა იყოს რაღაც და მახსოვს პანდემიის პერიოდი იყო და ისე ესე თქვა ცხოვრება გაჩემ სოფლიო გაჩერებულია ხო ხდები და ყველა სახში ზის და ყველა არის ტელევიზორთან წინზის ან სოციალმედიაში რომ რაღაც გაინტერესებს რომ ანუ როდის გამოხვა ეს და როდის ეს პაუზა ხო არის ხო და პლეისტოდის დაიჭირება რომ რაღაც ჩვეულებრივი ცხოვრება გააგრძელდა ზუსტად ამ პერიოდში მოხდა და მართლა გითხრა ძალიან რთული იყო ჩემთვის მაგრამ ერთ-ერთი ემოციური დღე იყო ჩემთვის ის დღე და პერიოდი მართლა გითხრა იმიტომ რომ ხა სპორტ ალბურთელისთვის და არა მარტო სპორტს არ მე ვფიქრობ სპორტსმენების იმიტომ რომ არ არის მაინც ეს mambo mentality იყოს მარტო ალბურთელისთვის ინსპირაციულია რეალურ ცხოვრებაშიც გადგება რა თქმა უნდა. ბევრი სპორტსმენისთვის კარიერის დასრულება ასოცირდება ერთგვარ ეგზისტენციალურ კრიზისთან, ხო? და უამრავი სპორტსმენის აზრი მომისმენია ამაზე. შოთი არველაძეს აქვს ასევე ნათქვამი, რომ სპორტსმენი ორჯერ კვდება და ნუ ერთი ის ბიოლოგიური სიკვდილი, მეორე პირველი უფრო სწორედ, როდესაც ასრულებ კარიერას. თქვენთვის როგორი იყო ეს პერიოდი და როგორ გადაიტანეთ? ზოგადად შეშარ ადამიანი არ ვარ, ესე არ მეშინია ძალიან კარიერიდან გამომდინარე ძალიან ისეთ მომენტში ყოფილვარ, კეთო რაღაც ხდები და ისეთი ყველა გიყურეს ფინალი, NBA-ის ფინალი მაგორჯერ ნაცადად თამაში ხდები სულ 9 თამაში გამოგვივიდა მე მგონი, ხო? 9 ჯერ მაქვს NBA-ის ფინალი, ანუ 9 თამაში მაქვს, ორჯერ. ერთ პირველად 5, მეორე 4. და მნიშვნელოვანი თამაშები და ნაციონალ შიშის მომენტი არასდროს არ მქონია. სუსად ეგ პერიოდი იყო, როცა ძალიან მეშინოდა. იმიტომ რომ აი იმაზე ფიქრი რომ გავიღვიძებ ერთ დღეს, ანუ თან როცა უახლოვდები, უფრო ახო ხდები რეალურად, უფრო მეც ფიქრობ, უფრო ბევრ დეტალზე ფიქრობ. და ძალიან მეშინოდა იმ დილის, როცა გავიღვიძებდი და უკვე აი რა არის ჩემი ცხოვრების აზრი მეკს აი ეგ ფიქრი მაი რა უნდა გავაკეთო გიოჯახი ქალშვილები ყავს ასე შემდეგ ვინ ვარ ამის მერე რაც უფრო ახლოვდება უფრო აი ეს ველვარება მქონდა და ზუსტად მაგ პერიოდში დავიწყე სხვა შორის კიდევ ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან გამიმართლა მით რომ მყავს ძალიან მაგარი მეგობრები აი ეს წრე ვიწრო წრე ვისაც შემიძლია ნებისმიერ დროს ავიღო ტელეფონი დავურეკო და იცი აი აი ეს მაწუხებს ამაზე მეფიქრება, რას ფიქრობ შენი გამოსახედა. და მე მახსოვს ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა
ბიზნეს პარტნიორმა ილია ცულაიამ გამოცნო ერთი life coach-ი, Marshall Goldsmith-ი, 80 წელს გარაცილებული ბაბუ, რომელიც ძალიან ჭკვიანია, ძალიან გამოცდილი არის და მართლა სულ ამ სიტყვის ნიშნულობა life coach-ი არის და მის წრეში გავწევრიანდი, ესე ვთქვათ, MG 100, ანუ 100 სხავდა რა, member იყავდა და ერთ-ერთი მე ვიყავი რა. ძალიან საინტერესო ხალხი იყო ამ Marshall Goldsmith-ის ასეთ ჯგუფში ხო და ძალიან გამიმართლა, ძალიან მაგარი ჯგუფში მოხდი და ამ ჯგუფში გავიცანი ერთი ადამიანი, Martin Lindstrom-ი, რომელიც არის მარკეტინგის გურუ, ასე ვთქვათ, ნახევრად დანიელი, ნახევრად ავსტრალიელი. ძალიან ბევრი წიგნი აქვს დაწერილი და მარკეტინგის მხრივ ესეთ კომპანიებს როგორც არის Lamborghini, Ferrari, Red Bull-ი და ძალიან ისეთი მაღალ დონეზე აქვს ნამუშევარი და აქცელებს დღესაც. და მარტინს თხოვე მე ასე ვთქვათ, რაღაც ნახევარი საათი, ერთ საათი დაეთმო ჩემთვის. და გაუზიარე ეს ამ შიში ამ იმაზე, რომ თქვი აი ესეთ სიტუაციაში ვარ რა და ნუ ამერჩევა და შეიძლება გავაკეთო ვიმოქმედო შევმატო, იმიტომ რომ სრულიად სხვა ეხლა შოთის სიტყვები ხო არ მართლა ახალ ცხოვრებას იწყებ და ისეთ რაღაცებისთან შეხება გიწევს, რაც აქამდე პირველი ნახევრის განმავლობაში ცხოვრების ნაწილი არ ყოფილა. და მარტინმა ისე ძალიან მაგრად ამიხსნა ეს ყველაფერი. შენ გაიგია ქათმის სინდრომი რა არის? არის არც მე არ ვიცოდი. აი ქათამი რო წარმოიდგინე ქათამი რო გალიაში გავდეს დამწყდეული ხო რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დიდი ხნის განმავლობაში. ანუ ჩემ სიტუაციაში ანუ მე ასოცირდები ქათამთან და ნუ გალიაში, იმიტომ რომ მთელი ჩემი სპორტული კარიერა გავატანე აი გალიაში ხო, ანუ რას გულისხმობ, რომ საათივით იყო, ეს საათი ყოველ 12 საათში ასაკეთებს, ერთი და იგივე სტრიალებს ხო, ყოველ 12 გარშემო ტრიალებს. ჩემ ცხოვრებაც ეგეთი იყო. დილით იღვიძებ, საუზმობ, მიდიხარ ვარჯიშზე, ვარჯიშს მერე მოდიხარ სახლში, წარმოდიმე საათიანი ვარჯიში მოდიხარ სახლში, მერე სადილობ, ისვენებ, იძინებ მომენტის შემთხვევაში, მერე იღვიძებ, გაქვს ახლობით 3 საათი, 4 საათი მაქსიმუმ იმისთვის, რომ თქვა ოჯახთან, ბავშვებთან, ასე ვთქვათ, გაატარო ტელევიზორს უყურო, მერე ვახშამი გაქვს და ვახშამს ისე ვიძინებ. მეორე დღეს იღვიძებ, იგივე, ყოველ დღე იგივე. არ მოგზაურობ, ვარჯიშობ, თამაშობ, ხო? ანუ დრო არ გაქვს იდეაში სხვა რაღაცის, რაღაც იმოგზაურო, რაღაც ნახო, რაღაც მასაკრა, რაღაც ახალს გაეც. და ქათავს რომ ამდენი წლის განმავლობაში თქვა გაუღებ გალის კარს, გამოვა, გარეთ აი წარმოიდგინე რაღაც დიდი სივრცეა, ხო? და გამოვა. იცი რა სიზონს ქათამი? რაც მომენტის მერე. შებრუნდება? უკან შებრუნდება. გალიაში ისე. იმიტომ რომ ხოლმე იგიცის ქათამა, როგორ იყოს გალიაში. დატვირთულობის მიუხედავად კომფორტის ზონაა მაინც, ხო? და მარტინმა ზუსტად ესე, აი ესე ამ სიტყვას იტყვით, ესე ამის წერა, რომ აღარ შეხვიდა გალიაში. და ნუ ეს უბრალოდ ახლა მაგის ბევრი საუბარი ქონდა და ბევრი კითხები, მაგრამ ძირითადი იყო მაინც ეს ვისწავლე მარტინთან. ეს ზუსტად ეგ პერიოდი იყო, როცა ვამთავრებდი კარიერას. აღარ შეხვიდე გალიაში უკან და მაშინ იყო, რომ რა თქმა უნდა მოусმინე, დავიჯერე, რომ არ უნდა შევსულიყავ გალიაში და დავიწყეს exploring. მაგიტომ იყო პირველი 2 წელი, კეთო როცა თქვა 2-მა შემოთავაზა მე როლი ხო ორგანიზაციაში. მენეჯმენტში ხო? მენეჯმენტში როცა შემოთავაზა როლი, ჩემი კითხვა იყო რომ რას როგორ ხედავდნენ, იმიტომ რომ კარგად მიცნობდნენ თვითონ ვინ ვიყავით, რა ვიყავით, როგორ ვაზრონებ, ჩემი ძლიერი მხარე რა არის, სუსტი მხარე რა არის, ძალიან კარგად მიცნობდნენ, იმიტომ რომ როგორც მან თამაშობდი და ორჯერ ჩემპიონი გახდა, ხდები ყველანაირად გიცნობენ. და აგდო დაუსვი ეს კითხვა და მითხეს რომ შენ რა გინდა გააკეთო და ანუ ჩავმითო ანუ რაღაც ვარიანტები მომცეს. მოთხარი ყველაფრის გაკეთება მინდა მეთქე. აი არ არსებობს დეპარტამენტი ორი ორგანიზაციაში დღესდღეობით ახლობით 700-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს და უამრავი დეპარტამენტია ხო, არა მარტო იმიტომ ყველამ კალბურთს უყურეს, მაგრამ იმ კალბურთის გუნდში შეიძლება მარკეტინგი, ბილეთების გაყიდვა, სპონსორების მოძიება, თქვათ კომუნიტისთან ურთიერთობა, PR-ი
თვითონ დარბაზი ჩვენია, დარბაზის ხო ხდები ანუ მაგას ცალკე ის ძალიან ბევრი real estate გვაქვს, უძრავი ქონება, ის გაქირავება და ასე შემდეგ. შენარჩუნება ამ ურთიერთობების თვითონ გულში მატგებართან ურთიერთობა ძალიან ბევრი მიმართულებით ვარ. ყველაფერს ვაკეთებ. პლუს სტენფორდში დავდიოდი, რომ sports management classes ვიღებდი, negotiation classes ვიღებდი, ხო ხდები ყველაფერს ვაკეთებდი აბსოლუტურად, რომ ეს გამოსილება მიმიღო და ეს უკანასკნელი სულიყავი იმაში кейჯში და დამინახა ის რეალურად რომ რა მსიამოვნებს, რა მიყვარს, რა მომწონს და ის გაკეთება მინდა. ისევ აი ცავა ჩვენი საბრის დასაწყისში გავსვი რომ იმის მჯერა დააშენო შენი კარიერა იმაზე რაც მართლა გიყვარს. აი შენთანა შენშია, შენი სხეულის ნაწილია, შენი ცხოვრების ნაწილია და ზუსტად ამის ძიებაში ვიყავი პირველი 2 წელი და ნუ მე რაღაცები იყო რაც არ მომწონდა, რაშიც ვიცოდი რა ამით ვერ განვითარდებოდი, ვერ გავიზრდებოდი, გვერდზე გავწიე და დამჩა ის რაც ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს, ასე რომ მაგ პერიოდში აი ზუსტად აი ეს გაწევრენ ხარ ილიას დახმარებით, რა თქმა უნდა რომ გავწერიანდი Marshall Goldsmith-ის ჯგუფში და რომ გავიცანი ეს ადამიანი მარტინუსა ძალიან დამეხმარა და კიდე კაი მოხდა ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ მართალი გითხრა, ეხაც რომ მეფიქრება, რამდენად რთული იყო იმაზე ის პერიოდი ძალიან რთული იყო და მithumete სადაც უფრო დიდხანს ხარ იმ სფეროში, ამ სპორტში და მაღალ წვერვალზე ასე ვთქვათ რა, უფრო რთულია მაგ დატოვება მაგ ყველაფრის და თქვათ მეორე დღეს იღვიძებ რაღაც სხვა რაღაცები უნდა გააკეთო, სხვა ცხოვრება, იმიტომ რომ მართლა სხვა ცხოვრება არის. და ამისთვის მზად არავინ არ არის ალბათ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ თავიდან იპოვეთ თქვენი თავი აი ამ დასასრულის შემდეგ? იცი, არ ვიცი, რაც თავიდან ვიპოვე, არ ვიცი, რამდენად სწორი ის არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რასაც ვაკეთებ, კეთო ძალიან მსიავნებს, ძალიან მიყვარს, მე ვფიქრობ, რომ რაც თავი ეს ფორმულა ვიცი, რომ წარმატების ფორმულა რა არის და ყოველთვის ამაყად თავისუფლად შევდივარ იმ ოთახში, სადაც მიწევს ხოლმე შესვლა, იმიტომ რომ ისეთი ეს ფორმულა ისეთი რაღაცა არის, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან გეხმარება, იცი? და ყველას ჯერა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მარტივი არ არის, იმ 450 მოთამაშეში მოხდე და არა მარტო მოხდე, არამედ შეინარჩუნო 16 წელი, ხო? ძალიან რთული არის და არა მხოლოდ მოხვედრა. შეინარჩუნება უფრო რთულია, ყოველთვის მაგას ვიძახი, როცა ის გამჟდარი შენში და შენში იცი რისი გაკეთება საჭირო, ყოველდღიურად ის ენერგია, ის ყურადღება, ყველა დეტალს ყურადღება მიაქციო, ურთიერთობა, კარგი გუნდელი იყო რა, რაც ყოველთვის მაგას ვიძახი ხოლმე, რომ მე შეიძლება არ ვიყო ტექნიკური ადამიანი, თქვა და ინვესტიციებში, ხო? არ ვიყო ტექნიკური, თქვა კოდინგი არ შემეძლოს, ხო? არ ვარ ეს computer science, ეს მეცნიერი, ხო? IT-ს არ შემიძლია მიმართულება, მაგრამ მე რაც ვიცი და რაშიც ყველაზე მაგარი ვარ, ეს არის რომ კარგი გუნდელი ვარ. და მე ამას გთავაზობ შენ, ხო? და ყველა შეიძლება ძალიან მაგარი გუნდელი. და ასე რომ ათენტური უნდა იყოს და უნდა ძალიან გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და მე ვფიქრობ ზუსტად ესეთი იმაში ვარ სიტუაციაში, რომ ძალიან მიყვარს ის რასაც ვაკეთებ ახლა და რა გზაც აღმოვაჩინე არსებობდა, ჩემთვის აღმოვაჩინე, ასე ვთქვა და ვფიქრობ, რომ იგი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც სპორტული კარიერა. მინდა რომ ოჯახსაც შევეხოთ, ვიცი რომ ძალიან დიდი როლი აქვს თქვენს ოჯახის წევრებს თქვენს წარმატებაში და თიკა თქვენი მეუღლე უამაზესი მოვიკითხოთ აქედან, ვიცი რომ თქვენი პირველი მხარდამჭერია. შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენს ურთიერთობაზე და შვილებზე, 4 შვილი ყავთ და ვიცი რომ 4-ვე მისდევს სპორტს და თქვენი მეუღლე ამაში ძალიან აქტიურად არის ჩართული. ეს ბავშვობაში და ეჩემ სულ მეუბნებოდა ხოლმე ესეთ რაღაცას. მაშინ არ მესმოდა, მაგრამ დღეს რა თქმა უნდა ძალიან კარგად მესმის, რასაც გულისხმობდა, რომ შვილო ძალიან ფრთხილად იყავი ვის აირჩევ შენს, ასე ვთქვათ, შენს გვერდში ვინ იქნება, იმიტომ რომ თვითონაც სპორტსმენი იყო და თვითონაც მეუღლე იყო, ხო? და ასე რომ ძალიან კარგად ესმოდა ის, რომ რა შეუძლია მეუღლეს, ანუ შენ პარტნიორს, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით როცა ესეთ გზაზე დგახარ, ან უფრო ზემოთ აგიყვანს, ან დაგანაცხებს ქვემვითო და სწორი ადამიანი უნდა შეარჩიო.
ანუ მაინც ჩემთვის ასოცირდა მაშინ ბავშვი ვიყავი და თინეიჯერი ვიყავი და სწორი ადამიანი ასოცირდებოდა სილამაზესთან და ძალიან კარგად ხვდები და ჩემი რას გულისხმობდა და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ არათიკა ალბათ არა დარწმუნებული ვარ ესეც წარმატებას ესე ვერ დავასრულებდი იმიტომ რომ მიხოთ იმის უკვე NBA-ში ვიყავი ჩვენ ოჯახის შექმნით მაშინ ერთი პლეიოფის თამაშიც არ მქონდა ნათამაში მართლა ეს არის სინამდვილე და ეს არის ფაქტი ერთი პლეიოფის თამაშიც არ მქონდა და მაგის მერე პლეიოფი მგონი ერთ წელს გამოვტოვეთ ორჯერ ჩემპიონი გავხდი იცი რა ათქმა პარტნიორები მყავს ხა ბიზნეს პარტნიორი მაგრამ თიკა არის ჩემი ცხოვრების პარტნიორი უფრო ძლიერი ვარ მე ყოველთვის მაგ გუნდური ისე ვთქვათ მენტალიტეტიდან გამომდინარე ხო ორნი ვართ არ ვარ მარტო ძალიან ბევრი რაღაც თქვა შემიძლია პირველში ადამიანობა ხო პირველში ადამიანობა და თვითონაც ყოფილი მოცეკვავე იყო და რასაც აკეთებდა არ არის მარტივი ნამდვილად სოციალებში შეკავდა და ძალიან კარგად ესმოდა ჩვენ ერთმანეთის გვესმის ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ რამდენად რთული არის და როგორც ჩემთვის რამდენად რთულია ის გზა რაც გზაზეც გახარ ანუ რა არის საჭირო აგრეთვე მე მესმის მის სიმხრიდან თუ რამდენად რთულია დატოვა ეს ყველაფერი და იმიტომ საკმაოდ წარმატებული იყო თვითონაც ხო თავის კარიერაში და მაგრამ მაინც მივდივართ ერთ რაღაცაზე რომ სიყვარული როგორც საქმე გიყვარს ხო ერთმანეთი როცა გიყვარს მაგაზე მე ნებისმიერ რაღაცის დაშენება შეიძლება უკვე ჩვენ შორის არის და ყოველწი წელი სრულდება მომავალ წელს რაც ერთად ვართ და მე ვფიქრობ ეს ბოლო 20 წელი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო 20 წელი ყველაზე წარმატებული 20 წელი და გრძელდება თქმა უნდა ცხოვრება იმიტომ რომ არ ვარ მარტო და ვართ ორნი რომელიც ეს ყო ოჯახს უძღვით წინ სდით შვილებს 4 შვილი ყავს 2 ბიჭი 2 გოგო მე გითხრი ჩემ თავზე ყველაზე მაგარი გუნდელი ვარ მეთქი აგრეთვე მინდა გითხრა ყველაზე მაგარი გუნდელი მყავს თიკა და ჩემს ოჯახში რომელიც ავიცი ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთს ეს არის ავიცი ძალიან დიდი ფუფუნება ძალა კომფორტი რომ თქმაც რო არ გჭირდება კეთო ადამიანზე რა ხო ხდებიან თვალებში შეხედა რა მე მისი მესმის და მას შემიესმის და იმდენად სიამოვნება ცხოვრება ესეთი ცხოვრება იმდენად სიამოვნება ესეთ ადამიანთან ერთად გაუმკლავდი ამ ყველაფერს ხო იმიტომ არ არის მარტივი 4-13-ის როცა შორს ხარ შენი ქვეყნიდან ოჯახიდან ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე ხო კარგად ისე აქ რო ცხოვრობდა შეიძლება 4-ია უფრო მეტს გიფიქრა იცი მაგრამ იმიტომ რომ ესე დაახლოებით გვერდში დგომა მაგრამ მაინც რთული არის და მაგრამ ვფიქრობ რომ როცა ორ ძლიერ ადამიანს ერთად იმას იზამ და ესეთი სიყვარულია სიყვარულზე არის აშენებული ეს ოჯახი ძალიან რთულია რომ რაღაცა ხელი შეუშალოს წინსვლაში და წარმატებაში და ძალიან ქსიამოვნებაა ცხოვრება ძალიან საინტერესო არის ძალიან ლამაზია და რაც თავარია ერთი ხედვა გვაქვს და ერთმანეთს ვავსებთ. შვილების სპორტულ მომავალზე რას ფიქრობთ, როგორ ხედავთ? ერთ რაღაცას წმუნდები ხარ. ჩემო მამიკო მახსენა მინდა ზუსტად სანამ დავიწყებდი ჩაწერას რომ როცა ადამიანს აქვს ძალიან ბევრი დრო და არ აქვს განათლება აი ძალიან საშიშია ესეთი ადამიანი. რა თქმა უნდა როგორც მე გავიზარდე ჩემთვის ახსენე კიდევაც რომ განაჩემი მშობლისთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ არ იყო გარანტირებული ის რომ სპორტსა ძალიან მაგარი სპორტსმენი ვიქნებოდი ხო და ამიტომ განათლება ყოველთვის სპორტსმენი რომ იყო მე განათლება მაინც გჭირდება მოედანზეც მოედის გარეთ და კარიერის შემდეგაც და ასე რომ განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამ ყოველთვის ეს მესიჯი ყოველთვის ჩვენ შულებს ჩვენ ხედავ ესმით და აგრეთვე თავისუფალი დრო და ამით უთოს დღევანდელ რეალობაში რომ ამ ტექნოლოგიიდან გამომდინარე ამ სოციუმედიიდან გამომდინარე იმდენი უარყოფით რაღაცის ათვისება შეიძლება საშიშია ეს ყველაფერი და ამიტომ პირველ რიგში ხა სპორტი გვჯერა მერატიკას ჩვენი გავლილი ცხოვრებიდან გამომდინარე გვჯერა გვიყვარს და
პირველი მიზეზი ატომაც 4-ვე სპორტით არის დაკავებული ზუსტად ეს, რომ თან განათლება მიიღონ, თაგე დაკავდნენ ისეთი რაღაც შეუნარები ისწავლონ, რაც გამოადგება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩანსაღი ცხოვრებით, როცა ცხოვრობ ადამიანი, ხო, ყოველთვის შეიძლება რაღაც უფრო დიდზე იოცნება. და თუ რა თქმა უნდა, ხა გაგიმართლებს ის, რომ უნარები ის მონაცემები რაც გაქვს, ხელს შეგიწყობს იმაში, რომ შეიძლება ძალიან მაგარი სპორტსმენი გახდე, რა თქმა უნდა, ეს ხო ბონუსი არის და უფრო საინტერესოს ხდის შენ სპორტულ კარიერას. ბიჭები კალაბურს თამაშობენ, დათი ჩვენი უფროსი high school-ში არის, უკვე მე 12 კლასში გადადის, უკვე აქვს შემოთავაზება, რამოდენიმე შემოთავაზება აქვს USF-დან, University of San Francisco, Cornell's College-დან, და University of San Diego და რამოდენიმე კოლეჯში ოფიციალური შემოთავაზება აქვს და ძალიან მაგარია და თქმა უნდა high school-ის მოთამაშეზე ოცნება არის, რომ ჯერ კოლეჯში თამაშობს და უკვე არჩევანიც გვაქვს და ავირჩევთ უახლოეს მომავალში. საბა ჩვენი მეორე ბიჭი გალბურს თამაშობს აგრეთვე და მომავალს ბარსელონაში ითამაშებს, ამზაფხულს მოვაწერა საბამ 4 წლიან კონტრაქტს ხელი და კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. არ არის ეს მარტივი ჩვენთვის, რომ ერთი ბავშვი უკაც ჩვენ ამერიკაში ვჩებით და ოკეანის გაღმა იქნება, თუმცა ფიქრობ, რომ მისი მონაცემიდან გამომდინარე ძალიან კარგ ადგილას მიდის, სადაც განვითარდება და უფრო აი ზუსტად ჩემთვის თურქეთი რაც იყო, ზუსტად აგეთ სურათს ვხედავ ბარსელონისთვის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი საწყისი წერტილი იქნება. პერიოდი იქნება კი, რამოდენიმე წელი. და ვფიქრობ შესაძლებელი იქნება რომ უფრო ზემოთ წავიდეს. გოგოებს რაც შეეხება, ჩემი მედათიკას მქონდა მათთან თხოვნა რომ იქნებ კალაბურთი არ აერჩიათ, სხვა სპორტის სახეობა აერჩიათ. იმიტომ რომ ამდენი კალაბურთი მართლა დამღლელია ფსიქოლოგიურად და უკვე აღარ შეგვეძლო ამდენი კალაბურთის გარშემო ყოფნა და გოგოებმა დაგვიჯერეს მოგვისმინეს და ფრენბურთს თამაშობენ, რაც ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ უფრო ფემინისტური სპორტია. ფრენბურთი არის სხვათა შორის ის სპორტის სახეობა, სადაც ახლა დააკვირდე, ხო, ანუ კაცების კალაბურთი და ქალების კალაბურთი, ხო, ანუ თითქოს აი გუნდურ სპორტის სახეობაში ყოველთვის ჯერ კაცების ის არის და მე ქალები, ფეხბურთის, ხო, ანუ კაცების ფეხბურთი და ქალების ფეხბურთის, ხო, ანუ კაცების პირველ ადგილზეა და ფრენბურთი არის ის სპორტის სახეობა, სადაც ქალების ფრენბურთი უფრო საყურებადი არის, უფრო საინტერესო, უფრო პოპულარულია ვიდრე კაცების. და ძალიან მახარებს, რომ აი ეს სპორტის სახეობა აიჩენ თან სიმაღლეს ხელს უწყობს და რა ვიცი, ძალიან ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 13 წლისა და ძალიან უყვარს ან თავისია ის იგრძნო და არიცი კონკურენციაც არ აქვს ბიჭებს და პირიქით უფრო გვერდში უდგან ერთმანეთს, იმიტომ რომ რაღაც ერთ სფეროში ანუ ერთ სპორტის სახეობას არ თამაშობენ. და რაც პატარა ნუცაც 8 წლის არის მომავალი ფრენბურთელი თვითონაც სპორტის მიმართულებით არის დაინტერესებული, ძალიან ათლეტური არის თვითონაც და მოკლედ მედათიკას ხარობილ დარბაზში ვნახავთ, ხარობილ დარბაზში რაც რა თქმა ბედნიერება არის ის, რომ ხედავ შენ შვილს აკეთებს იმ საქმეს, რაც ძალიან უყვარს და მისი ცხოვრების ნაწილია. რა გამოვა ეს ცალკე თემა არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს პროცესი, რასაც გადიან ახლა და ძალიან ბედნიერები არიან, არის ჩვენთვის დიდი სიხარული და გაგვიმართლა რომ ესეთ სიტუაციაში ვართ, იმიტომ რომ ხდები შეიძლება იყოს პატარა ახალგაზრდა, ვისაც ინტერესაერთოდ არ ქონდეს არაფრის რა და სამწუხაროა ესეთი მომენტები, მაგრამ რაღაცას ჩართული ხარ და ყოველდღიურად რაღაც იღვიძებ იმაზე ფიქრით, რომ აი დღეს ვარჯიში მაგ, დღეს თამაში მაგ, დღეს ეს უნდა გავაკეთო და დაკავებული ხარ ადამიანი რაღაც დადებითი საქმით, ხო, ეს ბედნიერება არის მშობლისთვის. უამრავ წარმატებას უსურვებ თქვენ შვილებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საამაყოები გაიზრდებიან და უკვე თავიანთი ასაკისთვის ძალიან წარმატებულებიც არიან. აუცილებლად მინდა კითხოთ, როგორც ადამიანი, რომელმაც ქართული კალათბურთი მსოფლიო რუკაზე სულ სხვა ნიშნულზე მონიშნა, ასე ვთქვათ, რას უწინასწარმეტყველებდით ქართულ კალათბურთს? იცი არის წინასწარმეტყველება არ ვიცი, რამდენად გამოვდგები ამ საქმეში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რომ ვიზრდებოდი ხო რა 9 წლის ასაკში როცა მივედი პირველად ვარჯიშზე
ჩემგან არ დაწყებულა ეს. ანუ ჩემს უკან და ჩვენს უკან ძალიან დიდი ისტორია აქვს ამ სპორტის სახეობას, ხო? ყავს ოლიმპიური ჩემპიონებიც, ძალიან წარმატებული მოთამაშეები და ძალიან დიდი ისტორია. ძალიან დიდი გზა, ძალიან დიდი ინდივიდუალური წარმატება და გუნდური წარმატებაც. მე უბრალოდ გამიმართლა ის, რომ ამ ისტორიის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. და მით უმეტეს მე შევძელი NBA-ში მოხვედრა იმ პერიოდიდან, როცა ძალიან რთული იყო საერთაშორისო ქვეყანაში. როცა არ ჩუქი არ ქონდა, არანაირი პირობა არ ქონდა. ქვეყანა გასვლა ძალიან რთული იყო. არ მოვახერხე. ალბათ ერთ-ერთი მესიჯი რაც შემიძლია თქვა გაგიზიარო კეთო შენ და უთხრა რა სმენელს ან მომავალ თაობას, ყველაფერი შესაძლებელია. მე მესმის ძალიან ხშირად მე საქართველოში ჩამოსული ვარ, რომ აქედან როგორ გინდა რაღაც წარმატებას მიაღწიო. ყველაფერი შესაძლებელია. ის ფაქტი, რომ ის მესიჯი, რომ თქვა იცი რა აქედან შეუძლებელია, აქ არ არის პირობები. ყველაფერი შესაძლებელია. მე უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი ვარ იმ ძალიან ბევრი წარმატებული ისტორიისა, ხო, იგივე ფეხბურთელებში ნახე. დღეს ხვიჩა კვარაცხელია, ხო? მოდი უფრო უკან წავიდეთ. ხვიჩა მაინც ისეთ პერიოდში გაიზარდა, უფრო რაღაც ეს access-ი არის, ინტერნეტია, სოციალურსელი აქვს. წვდომა მეტია ბევრად. ხო? მაგრამ აი თუნდაც არ ველაძე ახსენე, შოთი უსაყვარლესი ადამიანი და ერთ-ერთი ჩემი ახლო მეგობარი, ხო? კალაძეზე შეგვიძლია ვთქვათ, გობიაშვილი, კეცბაია, ხო ხდება ანუ ფეხბურთელები. ნებისმიერი სახეობა. აი რაც არ მარტო სპორტი არა, რაც მეცნიერები, ხო, ექიმები, ამერიკაში იმდენი ექიმი არის, იმდენი ერთი კათოლიკე ექიმი ვიცი, ატლანტაში მოღვაწეობს და ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან ჩადიან ამ ადამიანთან. წარმოიდგინე რომ აი ძალიან ნიჭიერი ვარ. ასე რომ მით უმეტეს დღევანდელობაში ვფიქრობ ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ აი ინტერვიუს განმავლობაში მე ვახსენე რომ განსხვავებული უნდა იყო. არ შეიძლება ვარჯიშობდე ისე როგორც ყველა ვარჯიშობს. თუ არ ხარ განსხვავებული მენტალიტეტი, თუ არ ხარ განსხვავებული მონდომება, თუ არ გაქვს განსხვავებული, არ არსებობს თუ იგივე დოზით და დონეზე ვარჯიშობ როგორც ხვები, მაშინ ყველას ერთნაირი შანსი აქვს და უკვე კონკურენციაში შედიხარ, სადაც მილიონობით ადამიანი არის, ხვდები? და თუ მართლა გამონაკლისი ხარ, როგორც კობის ქონდა ეს მენტალიტეტი, რომ მე რო ვარჯიშობ, იმდენს ვერავინ ვერ არ არსებობს, არავინ არ ივარჯიშებს, ყოველდღიურად და ვერ ივარჯიშებს, მაშინ უკვე კონკურენცია უფრო ესე პირამიდას ვახსენებ ხოლმე ყოველთვის, აი პირამიდის წვერვალში ხარ და კონკურენცია ძალიან ცოტა არის და ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია. ალბათიც ერთ-ერთი ის არის წარმატებული სპორტის სახეობა ისტორიულად, აქ რამდენი NBA-ის მოთამაშე ყავდა, დღესდღეობით 2 NBA-ის მოთამაშე ყავს პატარა ქვეყნიდან და მე ვახსოვს სტეფანია იყო პირველი, მერე ცკიტიშვილი წავიდა, მერე მესამე მე ვიყავი, თორნიკე შენგელია იყო. ხვდები, ანუ დღეს აგერ ბითაძე და მამუკელაშვილი და ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია. ერთი რასაც ვისურვებდი, აი ეს მენტალიტეტი არ იყოს, რომ აქენა რთულია. წარმატება რთულია, სადაც არ უნდა იყო, არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი შესაძლებელია თუ ამ მენტალიტეტით მივდგები, ან ეს ახალგაზრდები ხო, ალბათ იქნება ფეხბურთი, იქნება რაგბი, იქნება რაც არ უნდა, რა სპორტ სახეობაც არ უნდა იყოს, აგერ UFC-ს უნდა, გუშინ ხო მერაბის და მქონდა შეხვედრა UFC-ს და ორი UFC-ს ჩემპიონი ყავს. ხო, რა ხოლმე პატარა ქვეყნიდან. ასე ყველაფერი შესაძლებელია აბსოლუტურად და მინდა რომ აი ეს მესიჯი გაუზიარო შემდეგ თაობებს. და ბოლოს დამეთანხმებით, რომ ჩვენში ყველაში ცხოვრობს პატარა შინაგანი ბავშვი, რომელიც ერთ დროს შეიძლება ოცნებობდა იმაზე, დღეს ვინც არის. თქვენ რას ეტყოდით დღევანდელი გადმოსახედიდან აი ამ წუთას პატარა ზაზას? ალბათ უფრო თვით დაჯერებულობა. მაინც ისეთ პერიოდში ვიზრდებოდი, ხო, ჩემ მშობლებისთვის ყოველთვის იყოს, რომ აი თან ჩემ ცხოვრებაში გარეთ ყველაფერი ნაადრევად მოხდა, იცი, აი ეს ბავშვობა რო წაგერთვა ნაადრევად, 16 წლის გავხდი პროფესიონალი მოთამაშე, პირველი პროფესიონალი თამაში რო ვითამაშე, ხო?
ხელფასი მქონდა 14 წლის ასაკში უკვე 19 წლის ვიყავი რომ NBA-ში მოვხდი. ანუ ყველაფერი ძალიან ისე ადრე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემს კარიერაში და ჩემი მშობლებისთვის, რა თქმა უნდა, თავიდან ორივესთვის მე და შემისვის რომ ყოველთვის იყო რა აი ეს მომენტი არ ყოფილა თავში ავარდნის მომენტი არ ყოფილიყო და ყოველთვის ისე ვიყავი ქვემოთ, იცი და ალბათ უფრო თვით დაჯერებულობისკენ უფრო ზელში არა უშო ცოტა ზემოთ ყოფნა არა უშავს იცი რომ ცოტა ისე უფრო თვით დაჯერებულ ძალიან მნიშვნელოვანია რასაც აკეთებ რაცა უნდა ივარჯიშო თუ არ გჯერა საკუთარი თავის რაც მე მგონი ეს მაკლდა მაინც და ყოველთვის იმაზე მეფიქრებოდა რომ იცი რა ვინმა მართქვას რომ თავში ამივარ რა თქმა უნდა არ მომწონს მე გზად რომ მაგის წინააღმდეგი ვარ მაგრამ ცოტა ბალანსია საჭირო იცი ყველაფერში ბალანსი არის საჭირო და ალბათ სასაც მაგას ვეთქოდი და არა უშავს ძალიან თავდახრილიც მაინც ნოხა ცოტა გაშლილი ხრებში უნდა იყო გაშლილი იცი და უნდა გზნობდე იმას რომ შენ იმსახურებ აქ ყოფნას შენი მონაცემებით შენი შრომის მოყარეობით ხო ან შენი გადაწყვეტილებებით და შემთხვევით არ ხარ აქ შემთხვევით არც არავის არ დაუსვი ხარ აქ შენ დაიმსახურე და უფრო რაღაც გამართული ვივლიტი ალბათ რა ალბათ ამას ვეთყოდი უფრო იმიტომ რომ დღევანდელი გამოსახედიდან ჩემ შვილებსაც ახლა როცა იმაშვები ხო უყურებ ხო რამდენად მნიშვნელოვანია რომ შენ საკუთარ თავში ხარ დაჯერებული ანუ დარწმუნებული და არ ჯერა იმის რა თქმა უნდა რომ ძალიან თავში კონდეს ავადილი მაგრამ არც იმის არ ჯერა რომ რაღაც არ ჩანდე და საერთოდ არ ხმაურობდე ძალიან ბალანსია უნდა დავიცვათ ბალანსი ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის ამდენი საინტერესო ისტორიის გაზიარებისთვის და არ ვიცი ისე სასიამოვნოდ გავატარე ეს დრო რომ ვერც ვიგრძენი საერთოდ როგორ გავიდა და უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის მადლობა შენ და მადლობა წარმატებები ამ პროექტში ძალიან საინტერესოა მართლა რასაც იმიტომ რომ ამდენჯერ ყოფილა მომენტი როცა თქვა ვიღაცის ისტორია გამოგადგა ინსპირირებდა რომ ყოველთვის შეიძლება შეხსენება რა და ეს სტუმრები ვინც მოყავს ძალიან ბევრი ინსპირაციის მიღება შეიძლება და წარმატებები ამ პროექტში. უღრმესი მადლობა. მადლობა რომ გაატარეთ ეს დრო ჩვენთან ერთად, ამით სეზონი დასრულებულია, გემშვიდობებით.